გამარჯობა BMG TV-ს ეთერშია გადაცემა რედაქტორი დღევანდელ ეთერს მე ბექა ბაციკაძე გაუძღვები. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვებიდან 6 დღე გავიდა, თითქმის 1 კვირა. ეიფორიამ გადაიარა, მაგრამ ემოციების გარიშხალი კვლავ მტრიალებს. რაღაც ფოტოს ნახავთ, ვიდეოს, რომელიც 100 ჯერ გვაქვს ნანახი, ან სულაც თუ ახალია რამე ხო საერთოდ. ისევ დაგვივლის სიამოვნების ტალღა, გული და სული. სითბოთი და სიამაყი დაგოსება და ყელში ბურთიც კი გაგვეჭხირება ხოლმე. ცრემლი გაშრა, ცხელი გულის პრინციპში დაცხრა და ახლა ცივი გონებით ყველა გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს, მთავარი ამბები საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრებას უკავშირდება. ცხადია, ბილეთებს, ფრენას, განთავსებას და ასე შემდეგ. BMG ყოველდღიურად გიახლებთ ინფორმაციას სხვადასხვა თემაზე და ამას გავაგრძელებთ კიდეც. დღევანდელი რედაქტორის ფეხბურთს დაეძღვნება, სხვადასხვა მიმართულებას მოვიცავთ იმედია, ყოველ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი სტუმრის საფეხბურთო და არასაფეხბურთო ცოდნა ამის საშუალებას გვაძლევს. პირველ რიგში ბილეთები დავიწყოთ, რომელზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ფედერაციის ცნობით ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ევროპის ჩემპიონატი UEFA-ს ეგიდით ტარდება, შესაბამისად ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით მოხდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით, წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. მათივე ცნობით ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში კი UEFA-სგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოს განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით. დიდი იმედი მაქვს, რომ რაიმე კონკრეტულ დეტალებს ჩვენი დღევანდელი სტუმრისგანაც გავიგებთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჭყარკავა იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც 2000-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, იურიდიული ფაკულტეტის, უფრო კონკრეტულად 2000-2011 წლებში ჯიპას მენეჯმენტის ფაკულტეტი დაასრულა, 2014-2015 წლებში ლოზანას უნივერსიტეტის საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი. ნიკა ჭყარკავა 2016 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტულ მენეჯერად ასახელდა, რაც შეეხება მის კარიერას 2006-2011 წლებში დინამო არენას დირექტორის თანაშემწე ადმინისტრაციის უფროსი, ღონისძიებების მენეჯერი იყო 2011 და 2015 წლებში კი დინამო არენას დირექტორი. 2015 წლიდან საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს დირექტორი. 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, ასე 2016 წლიდან UEFA-ს დელეგატი და 2019 წლიდან UEFA-ს მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოს წევრი. მოგესალმები ნიკოლოზ ჭყარკავას, ნიკა მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გავაკეთე. არ ველოდი შენი ბიოგრაფიის. მოკლედ პირველ რიგში ცხადია ემოციებს ვსაუბრებ და სხვა ბევრ თემაზე დღევანდელ გადაცემაში, მაგრამ ბილეთების ნაწილი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ყველაზე საინტერესოა, ფედერაციის განცხადება გავაცანი მაყურებელს და ალბათ იქამდეც გაეცნობოდენ, თუმცა რამე დამატებით დეტალები და სიახლეები ხომ არ არის ან თარიღებთან, ან რაოდენობასთან და თემასთან დაკავშირებით. დიახ, ამ საკითხებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა განცხადებაში იყო კონკრეტული მესიჯები, ნახსენები, თუმცა თუ დავუშვათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება გვინდა მოცემულ ეტაპზე, მაინც საჭიროა რაღაც პერიოდის მოცდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით რამდენიმე სამუშაო ჯგუფია, რომელიც კოორდინირებულად მუშაობს UEFA-სთან სხვადასხვა მიმართულებებით. დიახ, სამუშაო ჯგუფს ჯერჯერობით არ განუახლებია, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესი UEFA-სთან, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თვითონ UEFA არის ამ დღეებში შვებულებაში, მათთვის დიახ, სააღდგომო პერიოდია ეხლა და აქედან გამომდინარე ჯერ თვითონაც არ განუახლებიათ ის სამუშაოები, რაც საჭიროა უკვე ასე ვთქვათ გადაწყვეტილი და საბოლოო სახელმწიფო ევროპის ჩემპიონატის პროცესების გასაგრძელებლად. ხოლო ბილეთების ნაწილი ხომ არ არის? არა, ნამდვილად უამრავი საკითხია, დიახ, ლოჯისტიკური საკითხია. პირველი რიგის ეს საკითხები გაირკვევა, რა თქვა, რაც მაყურებელს. არა, ყველაფერი ერთად, დღის წესრიგში ყველაფერი ერთად ირკვევა. ახლა უშუალოდ სამუშაო ვიზიტის დაგეგმილია 7-9 ապრილს მოგეხსენებათ სანაკრებო მიმართულებას ალექსანდრე იაშვილი ხელმძღვანელობს და რა თქმა უნდა ამ სამუშაო ჯგუფსაც და ამ საქმესაც ის უხელმძღვანელებს და უკვე ამ პერიოდში დიახ მოხდება გამგზავრება სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით
და მათ შორის, რა თქმა უნდა, მაყურებელს ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამ ეტაპზე არის ბილეთების საკითხი, რომელიც ასე ვთქვათ, რომელშიც ასევე გამონაკლისი ვართ ჩვენ UEFA-ს მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო გუნდი ვართ, რომელმაც მოახერხა ევროსაგზურის მოპოვება, ეს ერთი და ამასთან დამატებული ის, რომ პირველად ვართ ისტორიაში დებიუტანტები ვართ და ჩვენთან მსგავსი სახის დაუშვათ სამუშაოები ჯერ ჩვენ მხარესთან მიმართებაში UEFA-ს არ ქონია, აქედან გამომდინარე ეს ცოტათი ახალია ჩვენთვის. სრულად ახალი არ არის, რადგან იმხელა ღონისძიებები გვაქვს, რა თქმა უნდა, მანამდე UEFA-ს ეგიდით ასევე ჩატარებული, რომ რა თქმა უნდა, ძირითადი საკითხები უკვე ნათელია, უბრალოდ რაღაც საბოლოო შეთანხმებებია მისაღწევი, მაგრამ რაც შეეხება მთავარს, რაც მაყურებელს საინტერესებს ბილეთების გაყიდვას, აი ეს საკითხი არის, რა თქმა უნდა, ყველაზე ახალი, ჯერ საჭიროებს დაბოლოებას, სხვადასხვა საკითხების შეჯამებას, შეჯერებას და ამისათვის ზუსტად და ის სამუშაო ჯგუფი მიემგზავრება 7-9 აპრილს. დიახ. ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში უკვე იქნება აი გამიჭირდება ზუსტი თარიღის თქმა, ჩემი აზრით მაქვს იმედი, რომ მანამდეც იქნება რაღაც კომპონენტებში ესე სიცხადე, მეტი სიცხადე, უბრალოდ აი ისევ და ისევ უნდა ვთქვა ის, რომ დამოკიდებული ვართ UEFA-ზე, რომელსაც აი ამ დღეებში აქვს შვებულება. სიცხადე ერთი იმაში გვაქვს, რომ მხოლოდ UEFA საიტზე გაიყიდება და აუცილებლად დიახ, ეს ცალსახად შეიძლება უკვე ითქვას, რომ ქართული პროვაიდერი ან პლატფორმა არ იქნება ანუ ბილეთები მოგცენ და ჩვენ გავყიდოთ არა ვითარ შემთხვევაში ეს იყო თავიდან მოლოდინი რომ ესე იქნებოდა არა პირდაპირ UEFA-ს პლატფორმით მოხდება ბილეთების რეალიზაცია გამომდინარე იქიდან რომ ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებული იყო იქამდე სანამ ჩვენ მოახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა კოტირების საკითხები ჯერ ალბათ არ იქნება ხო რა კოტა გეკუთვნის თუ რა პრაქტიკა არის ან სტანდარტები აქაც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად და გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ჩვენ ბოლო ქვეყანა ვართ რომლებმაც მოიპოვეთ საგზური გაყიდვები უკვე დაწყებულიც არის და დამთავრებულიც ევროპის ჩემპიონატის განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპის მატჩების და რა თქმა უნდა არის გარკვეული რაოდენობა ბილეთების გამოყოფილი ყველა მატჩზე ეს უბრალოდ კიდევ გარკვევის საგანია და დადგენის შემდგომი დადგენის საგანია რომელიც აუცილებლად გაიყიდება ქართულ მაყურებელზე რა თქმა უნდა აქ ისიც აღსანიშნავია რომ მაგალითად თქვათ ავიღოთ პირობითად პირველი თამაში ხომ და ის ბილეთები რომლებიც ნეიტრალურ მაყურებელზე იყო გათვლილი პირველი თამაში გვაქვს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მოგეხსენებათ გვაქვს დორტმუნდში სადაც საკმაოდ ძლიერი და მრავალრიცხოვანი თურქული სათვისტომოა თურქული დიასპორაა და შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამ ნეიტრალური ბილეთების უკვე ათვისებული იქნება და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ თავშოთ ჩვენი ბრჭყალებში კვოტის ათვისება რაც არ უნდა იყოს ეს ხო ნუ კარგად ვიხმაუროთ შეძლებს დაგვარა თუმცა მაქსიმალურად რომ შევძლოთ სიგნალი დუნა პარკი საკმაოდ დიდი ტევადობის სტადიონია და რთული იქნება რაოდენობრივად მოკლედ აჯობო იქ მე მაინც ვესტფალენ სტადიონის იმედი არა სახელით ვიმახსოვრებ ხოლმე კი ბატონო მე მინდა რომ გადავიდეთ ფეხბურთი ის დღე რაღაცნაირად ამოვწუროთ, ნუ ემოციებთან დაკავშირებით ცხადია, არ ვიცი, ვკითხავ მაინც რომ რა ემოცია ქონდა და როდის მოახერხე ბოლომდე გაგიაზრებინა ის რაც მოხდა, ასე ვთქვათ. მე პირადად იმავე დღეს თუ დაგჭირდა ერთი. მე მგონი ჯერ კიდევ მიდის ეგ პროცესი, არა მარტო ჩემ შემთხვევაში, ალბათ შეიძლება თქვენი შემთხვევაში, შეიძლება ბევრი ადამიანის შემთხვევაში ჯერ კიდევ ვიაზრებთ. და ხო აი არ ვიცი არ აღნიშნე გადაცემის დასაწყისში რომ არსად არ წასულა ის ბურთი როგორ ჭირება ეს იგი ყველა კადრზე ყველა შეხსენებაზე ყველა რაღაც ვიზუალურ თუ აუდიო იმაზე გახსენებაზე ისევ იქ ბრუნდები ხო მაგის ხო მეორედ და მესამედ იმედია იქნება და ასეთი ემოცია უბრალოდ აღარ დაბრუნდება, მაგრამ იქაც რა თქმა უნდა სიხაული დიდი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. ამ ეს ემოციები რაღაცნაირად გავიარეთ, უბრალოდ მოდის ხოლმე პერიოდულად, მეც ვახსენე რომ რაღაცას ვნახავთ, გადავახოთ ერთ თვეში ასე იქნება, თქვენ ახლავს იქამდე სანამ ევროპის ჩემპიონატი არ დაიწყება და არ ჩამთავრდება. ფეხბურთის ფედერაციაზე გადავიდეთ და ამ წარმატების რა მონეტიზების ასე ვთქვათ გზები შეიძლება ვიპოვოთ და განგზნობადობა, ხო? ფეხბურთის ფედერაცია ერთ-ერთი გამონაკლისი ფედერაცია სპორტული მიმართულებით, რომელიც
ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართულებით არ ფინანსდება, ყავს სპონსორები, შესაბამისად აქვს საკუთარი შემოსავლები, მარკეტინგული თუ სხვა უფლებების გაყიდვებით, შესაბამისად აი ეს წარმატება გაზრდის თუ არა ერთი სპონსორების ინტერესს და უკვე თუ არის რაღაც გარკვეული ტიპის შემოთავაზებები ბიზნეს მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე მეტად დაუჭირო მხარი. დარწმუნებული ვარ მე პირადად, რომ მსგავსი ინტერესი გაიზრდება ამ სასპონსორო მიმართულებით. ორგანიზაციული კუთხით იქნება ბევრი შესაძლებლობა, რომელიც ფედერაციამ უნდა გამოიყენოს, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, ხაზი არ გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის სპონსორები, რომლებიც აქამდე ყავდა და რომლებმაც დაუშვათ ხელი შეგვიწყვეს და დაგვეხმარნენ იმაში, რომ ეს ყველაფერი რა სამუშაოებიც ჩატარდა არა მარტო ნაკრების მიმართულებით, არამედ ზოგადად ჩვენს მიერ ამაში მიიღოთ აქტიური მონაწილეობა, ამისათვის დიდი მადლობა მათ და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, თვითონაც კიდევ უფრო გააღრმავებენ და შეეცდებიან მეტი გააკეთონ ქართული ფეხბურთისთვის. ხოლო რაც შეეხება დამატებით შესაძლებლობებს, დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გაჩნდება შესაძლებლობები, თუმცა იმედი მაქვს, რომ სპონსორები არა მარტო ფედერაციის და ნაკრების მიმართულებით და ნაკრების სტილში, არამედ ზოგადად ფეხბურთის მიმართულებით გააქტიურდებიან და მოხდება დაუშვათ მეტი სასპონსორო ინვესტიციების გაჩენა და მიმართვა სხვა შრეებში ფეხბურთის, არა მარტო ფედერაციის, როგორც ორგანიზაციის დახმარების და ნაკრების დახმარების კუთხით. ხო, პრინციპში ჩემი დასრულდა. დიახ, იმის თქმა მინდოდა ახსენეთ, რომ ერთადერთი ფედერაცია, ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც სახელმწიფოსთან არ ფინანსდება, ნამდვილად ესე არის, რამდენიმე წელია უკვე ეს ჩვენი სურვილიდან გამომდინარე ამას ვახერხებთ და ვახერხებთ იმას, რომ ვიყოთ თვითკმარი ორგანიზაცია და ყველა ის ხარჯი, რომელიც თუნდაც დაკავშირებულია სანაკრებო მიმართულებასთან, არ არის მარტო ეროვნული ნაკრები, არამედ და ქალთაფეხბურთი. ვცდილობთ, რომ ჩვენი სპონსორების მეშვეობით, ჩვენი სხვა პარტნიორების და დონორების მეშვეობით, აქ იგულისხმება FIFA UEFA-ც, დიახ, ჩვენ თავზე ავიღოთ ყველაფერი და ასეც ხდება უკვე მე რამდენი წელია. საქართველოს ნაკრები ერთადერთი ნაკრებია ამ ფორმატით დაუშვათ, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფოსგან და ფინანსდება მარტო ფედერაციის. პრინციპში ჩემი შემდეგი კითხვაც უკავშირდებოდა იმას, ეს ეფექტი როგორ შეიძლება გადავიტანოთ უკვე საკლუბო და ზოგადად მასობრივი ფეხბურთის განვითარების კუთხით და აქ ბიზნესების ჩართულობის ნაწილში ფეხბურთის ფედერაციას აქვს სტრატეგია 2022-26 წლების. ამ სტრატეგიის მიხედვით არის 5 ძირითადი მიმართულება, შემდეგ 7 დამხმარე მიმართულება და ერთ-ერთი არის ბიზნეს ანალიტიკის ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ეს ჯგუფი შექმნილია თუ არა, როგორ შეიძლება ამ ჯგუფმა გამოიყენოს აი ეს წარმატება, რომ ითარგმნოს მე იმაში, რომ ცოტა სტაბილურები ვიყოთ 10 წლის შემდეგ. დიახ, აუცილებელია, რა თქმა უნდა და ალბათ დღეს ჩვენი პირველი ამოცანაც გარდა ამ ევროპის ჩემპიონატის საკითხებისა, რომელიც ასე უშუალოდ დაუშვათ მაგიდაზე წინ გვიდევს, ხო? ამის გარდა არის ის, რასაც თქვენი კითხვა მოიაზრებს, რომ ამის შემდეგ როგორ შეიძლება ეს გადაითარგმნოს ეს ლოკალური წარმატება დაუშვათ ტოტალურ განვითარებაში და როგორ შეიძლება ამით სხვა ფეხბურთის შრეები მოვიცვათ. და უნდა ითქვას, რომ აქ არ არის დაუშვათ მარტო ფედერაციის როლი ან სახელმწიფოს როლი, არის კიდევ უამრავი აქტორი ამ ფეხბურთის განვითარების საქმეში, რომელსაც სჭირდება დახმარება, რომელსაც სჭირდება თავისი ჩარჩოების, მოქმედების როლის გაცნობიერება და შესაბამისი მოქმედება დაუშვათ საფეხბურთო განვითარების კუთხით და სივრცეში და ამ მხრივ ამ ეტაპზე არ ვიცი, ძნელი საქმეა ჩემთვის პირადად ფედერაციის პრიზმიდან დაუშვათ, რომ სხვა შრეებში როგორ მოხდება საფეხბურთო ინვესტიციების ჩადება, მაგრამ ჩვენ როგორც ხოლგა ორგანიზაცია ფეხბურთის განვითარების კუთხით დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ისევ და ისევ, რომ აი თუნდაც სტრატეგია ახსენეთ და ჩვენ არა მარტო ეს, არამედ მანამდეც ჰქონდა წინა განვითარების სტრატეგია, სადაც ზუსტად ის კომპონენტები იყო
მნიშვნელოვანი, რაც დაუშვათ დღეს რო ახსენეთ თქვენ რომ 5 მთავარი მიმართულება გქონდა, აი ეს 5 მთავარი მიმართულების პირველადი განვითარება მოხდარი იყო, ფუნდამენტი ჩაყრილი იყო და შემდგომ უკვე აი ეს ინვესტიციების შემოდინება, რომელიც ჯერ ასე ვთქვათ იმ დოზით, ჩემი აზრით არ ხდება ფეხბურთში, მომხდარი იყო ამის შესაძლებლობა გაჩენილი იყო და დღეს უკვე ნაკრების წარმატების ჭრილში ისე დაალაგდა ვიტყოდი სიტუაცია, რომ ამისათვის ნიადაგი მზად არის. ხო, არ შეიძლება ეს ბიძგი არ იყოს. დიახ, ან ბიძგი მოხდა, მომხდარია უკვე და ეხლა ჩემი აზრით უკვე სხვადასხვა შრეებში დასაქმებულმა ერთეულებმა, საფეხბურთო ერთეულებმა და აქ გულისხმობ ძირითადად საფეხბურთო კლუბებს თვითონ უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა. ისევე როგორც ფედერაციამ, რა თქმა უნდა და კიდევ მე ყოველთვის როცა მქონდა ხოლმე საშუალება რომ საფეხბურთო მიმართულებით მესაუბრა მithumente სპორტის ეკონომიკაზე, სულავდი ამ კითხვას და იდეაში პასუხი რაღაცნაირად არ ჩანდა ხოლმე რომ წარმატებას მოაქვს ფინანსები თუ ფინანსებს მოაქვს წარმატება და ეხლა რეალურად რაღაც წარმატება მოვიდა ეს შეიძლება იყოს ბიძგი და ამან შეიძლება დავალაგოთ ისე რომ წარმატება მოიტანოს შემდეგ ფინანსები. ფედერაციის ნაწილში ერთია, მეორე არის ფონდი რომელიც ასე ვთქვათ სტრუქტურა ეს დემაზე არ ვისაუბროთ, მაგრამ შენი აზრით აი ამ წარმატების შემდეგ შეიძლება რაღაც ფონდის მისია ან მიდგომები რაღაცნაირად შეიცვალოს თუ ჯერჯერობით უნდა დარჩეს ისე როგორც არის. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ესეც, თუ ვსაუბრობთ საკლუბო ფეხბურთის განვითარებაზე და იმაზე თუ როგორ უნდა გამოიყენოს ეს მოცემულობა საკლუბო ფეხბურთმა უკვე კიდევ უფრო შემდეგი ეტაპის დასაძლევად, ხო, აქ რა თქმა უნდა ისმის ფონდის საკითხი და მნიშვნელოვანია განსაზღვროთ და ვიფიქროთ ფონდის საქმიანობის ჩარჩოებიც და მომავალი რა შეიძლება იყოს ფეხბურთის განვითარების ფონდის რომ უფრო ეფექტურად დაუშვათ განახორციელოს თავისი მიზანი და დანიშნულება. საბოლოო მიზანი ხო ის არის რომ საერთოდ გამოვიდეს და დიახ, საბოლოო მიზანი ფონდის შექმნის ის არის რომ ფონდი არ არსებობდეს და გუნდები იყვნენ თვითქმარი და დიახ, ყოველ ფეხბურთზე და იქ დაიხარჯოს ასე თქო რაღაცა ან საბავშვო ფეხბურთზე დიახ და გადავიდეს სახელმწიფო დაფინანსება, გადავიდეს არაპროფესიულ მიმართულებით, ქვედა ასაკებში და იყოს დაუშვათ რაც უფრო აპრობირებული რა თქმა უნდა, დიახ, რომ ჩვენ დიახ ეს მოდელი არსებობს, აპრობირებულია წარმატებულ და ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებში და ამაზე ვაკეთებთ აქცენტს და უშუალოდ ფონდის საქმიანობაც წლიდან წლამდე იხედება, მე როგორც ვიცი, დღესაც ესეთი აქტიური მუშაობა მიდის და ალბათ შემდეგი ეტაპის დაგეგმაზე როცა წავა საუბარი, იქ უკვე ადეკვატურად მოხდება იმ მოცემულობის გათვალისწინება, რომელიც დღეს მივიღეთ ამ წარმატებით, რასაც თქვენ დაარქვით დაუშვათ დაფინანსებამდე მოპოვებული წარმატება, ინვესტიციებამდე მოპოვებული წარმატება. ბატონო, ზოგადად სპორტს და მithuente ფეხბურთს განვიხილავთ როგორც ინდუსტრიას, ხო? ინდუსტრიას, რომელიც ქმნის იდეაში ყველაზე გაყიდვად პროდუქტს მსოფლიოში, მე გულისხმობ ყურებადობის თვალსაზრისით და ასევე ქმნის ყველაზე მაღალ ღირებულებით ადამიანებს, ფეხბურთელებს, რომლებიც კოლს რო თქმად იყიდებენ. რაღაც ნაწილში თაობამ, რომელიც დღეს ევროპულ ჩემპიონატებში ძალიან წარმატებით თამაშობს, ეს ინდუსტრია დავარქვათ, რომ ხარისხიანი პროდუქტი გამოუშვა ამ ინდუსტრიამ. რაღაც ეტაპზე, მაგრამ მნიშვნელოვანია განგზობადობა, ხო? ამ ფეხბურთელებს გულისხმობთ. ფეხბურთელებს გულისხმობთ, სტადია, რომლებიც აღიზარდნენ აკადემიებიდან, მოვიდნენ, განვითარდნენ. ამ თაობას გულისხმობთ, რომლებმაც შეძლეს რომ შედეგისთვის რაღაც. ხო, აი ეს გარდატეხა რაღაცნაირად იმ წლებში რაღაცა მოხდა და ალბათ ეხაც ვითარდება, ხო? დღესაც ახალგაზრდა ფეხბურთელები იქნებიან. ეს რომ განგზობად იყოს, რა უნდა ვქნათ? ვქნათ გულისხმობ ყველას, ანუ მედიასაც, ფედერაციასაც, ბიზნესაც, კლუბებსაც. მოკლედ ყველას. კი, მართალი ბრძანდებით, ანუ რაღაც რო ვქნათ, ანუ უბრალოდ რაღაცა რაც აქამდე გაკეთებული ამას რომ მეტი დავამატოთ, საჭიროა ბევრი აქტორის კოლაბორაცია. ფეხბურთი არ არის ისეთი სფერო, სადაც ერთი და ორი ორგანიზაცია შეიძლება შეცვალოს ცალკე აღებულმა შეცვალოს განვითარების ცვლილობა და დაუშვათ სრულიად თავისი სამუშაო ხარჯზე მოახდინოს დიდი დაუშვათ ნახტომის ან ნაბიჯის გაკეთება. არა, ფეხბურთში ეს შეუძლებელი არის. ფეხბურთში
საჭიროა იმდენად დიდი საზოგადოებრივი მოვლენაა, რომ საჭიროა ბევრი აქტორის ერთიანი შეთანხმებული და უშუალოდ მიზნების დონეზე მოქმედება. აქ იგულისხმება როგორც ფედერაცია, იგულისხმება როგორც სახელმწიფო, ასევე საკლუბო ფეხბურთი, საფეხბურთო სკოლები, აკადემიები, სასპონსორო და უშუალოდ და ბიზნესის მხარე, მუნიციპალიტეტები რეგიონული კუთხით, ვინაიდან რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაჩენა და სპორტული შესაძლებლობების გაჩენა დიდწილად რეგიონულ მუნიციპალურ მმართველობებზეა და მათთან კოლაბორაციაზე დამყარებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მედია და მსხვილი თუ წვრილი აქტორები, მოკლედ უამრავია ფეხბურთში. ასევე განათლების სისტემაც ძალიან მნიშვნელოვანი აქვს, საჯარო სკოლები, დიახ, შრომითი ბაზარი აუცილებელია, დიახ. და ჩვენ როცა ვსაუბრობთ დაუშვათ ფონდის მიერ მხარდაჭერაზე კლუბების და იმ გარემოზე, რომელიც საკლუბო ფეხბურთში ჯერჯერობით თვითკმაურობამდე არ არის მისული, აი აქ ჩანს ზუსტად ის დაუშვათ პროფესიონალიზმის მიმართულებით პრობლემები, იმიტომ რომ არა თვითკმარ გარემოში რთულია, რომ პროფესიონალები, ანუ სამენეჯერო მიმართულებას გულისხმობს, რთულია, რომ პროფესიონალები შესაბამისი გამოცდილებით იმასთან რა ქვია, მანდაც ინვესტიციები გამოჩნდნენ, აუცილებელია, დიახ. ხო და შესაბამისად რამდენიმე მთავარი და წამყვანი აქტორის შეთანხმებული ქმედება საჭირო და სწორედ ამისთვისაა ის სტრატეგია და ის სამუშაო სტრატეგიული განვითარების საკითხები, რომლებსაც დაუშვათ ერთად ვამუშავებთ UEFA-სთან ერთად. თქვენ ახსენეთ, რომ რაღაც კონკრეტულ შედეგს მივახციეთ ახლა და აწი როგორ მოხდება დაუშვათ ამ ბოლო სტრატეგიაზე ხონდათ კითხვა 22-26-ის სტრატეგიის გადაგეგმარება იქ ანალიტიკის ჯგუფი ბიზნესის დაუშვათ კუთხით ფეხბურთის ფედერაციის პრიზმაში ფეხბურთის განხილვა და ასე შემდეგ და ცოცხალი პროცესია უნდა ვთქვა ესეც გეგმარებაც და გადაგეგმარებაც და შესაბამისად მე შესრულებაც იმ დოზით დაუშვათ ხუთი წლის დაწერა ეს არის ცოცხალი პროცესი ფეხბურთში განსაკუთრებით ახლა დაუშვათ სხვა ბიზნესის სფეროებს თუ ავიღებთ სათვალავში პირობითად ხო გარკვეულწილად მაინც უფრო მარტივია შედეგზე რაღაც მიღწევად შედეგზე ორიენტირება და ფეხბურთში ეს არის თითქმის შეუძლებელი ფეხბურთში შედეგზე ორიენტირებით გზელვადიანი გეგმების დაწერა არ არის მართებული იქიდან გამომდინარე რომ ეს შედეგი არ არის გარანტირებული და ყოველთვის ხდება გადახედვა და დაუშვათ გადაიარაღება ყოველი შემდეგი ეტაპისთვის და ეხა ამ იმას რა ქვია წარმატება მიღწეულზე უკვე რაღაცეები შეიძლება სხვანაირად გადაიგეგმოს და მათ შორის აი სამუშაო შეხვედრაც UEFA-ს იმ ჯგუფთან ერთად რომელთან ერთადაც უკვე წლების მანძილზე ვახდენთ ამ სტრატეგიის განვითარებას მეორეა უკვე ეს ნავარაუდევია ზუსტად ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა და იქიდან უკვე ფიქრობთ რომ რაღაც ახალ რაღაცების გადაფიქრება მოხდება, რაღაცების მეტი დაფინანსება წამოიღოთ UEFA-დან თუ ეს არ არის? რა თქმა უნდა, შეიძლება დიახ, შედეგებზეც არის დამოკიდებული ნაკრები. შედეგებზე არა, იმდენად, რამდენადაც პროექტებზე და მათ, ასე ვთქვათ, მართებულობაზე, მათ დასაბუთებაზე. ეხლა ის პროექტები, რაც აქამდე რისი ჭყალებში წამოღებას დავარქმევ მოხერხდა და ბევრია ესეთი და ბევრი მიმართულებით იქნება ის ინფრასტრუქტურული თუ მასობრივი თუ სანაკრებო მიმართულებით ამ პროექტების ზრდა ხდება ეხლა UEFA-შიც უკვე შესაძლებელი იქნება რომ თუ აქამდე დაუშვათ თითო პროექტი იყო კონკრეტულ მიმართულებაში ეხლა ეს პროექტები 3, 4 და მეტი დიახ და შეგვიძლია უკვე გავშალოთ უკვე მუშაობა თვითოულ საფეხბურთო შრეში იქნება ეს სანაკრებო ფეხბურთი, იქნება ეს ქალთა ფეხბურთი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ასევე ბევრი ჭყალებში წამოვიღეთ UEFA-სგან ამ წლების განმავლობაში და დიახ, ასე შემდეგ რა. კი ბატონო. ამ ნაწილში ორგანიზაციული განვითარებაც სხვათა შორის. ორგანიზაციული განვითარებაც რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტრუქტურა სისტემა სხვანაირად ვერ შეიძლება, არ შეიძლება. თვითკმაურობას ესეც შველის. ვიკითხებ ფინანსებზე და ამ შემთხვევაში 2024-ზე მოხვედრა ფედერაცია
ფედერაციისთვისაც, მათ შორის ნაკრებისთვისაც დამატებითი ფინანსების წყარო იქნება. ჩვენ გქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას მიიღებს ნაკრები მოხვედრით ევროპის ჩემპიონატს, თუმცა ტრანსლაციების ნაწილში ესეც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გადაწყვეტადი ამბებია. ამას იქნება საუბარი, თქო, რა შემოსავლები იქნება ტრანსლაციებიდან. რა თქმა უნდა, არის რაღაც კონკრეტული საპრიზო ცალკეა და დიახ, კი, რომელიც იქიდან გამომდინარე თუ რა შეთანხმებებს მივაღწევთ და როგორი იქნება დაუშვათ სად ვიცხოვრებთ, როგორი ლოჯისტიკა იქნება, რა დაგჭირდა, ასე შემდეგ. ანუ არის რაღაც საკითხები, რაც მოლაპარაკებადია, მაგრამ არის რაღაცეები, რაც დაუშვათ უკვე საპრიზო ფონდი ვიცით და ასე შემდეგ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იქნება დამატებითი საშუალება იმისა, რომ კიდევ უფრო ჯეროვნად შევასრულოთ ის კომპონენტები, რაც ჩვენ განვითარებისთვის სჭირდება და რა სტრატეგიაში. ცალკე არ იყიდება, ასე თქვა, საქართველოს პორტუგალია, როდესაც უფლებები გაიყიდა სატელევიზიო, აქედან წილი ფედერაციას ნაკრებს არ ეკუთვნის თუ ესე არ არის. არა, აქ ცოტა სხვანაირად არის, სხვა სტრუქტურაა. დიახ, და ჩვენ პირველად ვართ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ პირველად ვართ აქ. ხო და იმიტომ რაღაც არ მომიძიები ეგ პირველად რო ვართ, ხო, თქო ინგლისი და ის რო ხდებოდა იტალია არ მაინტერესებდა ხოლმე ეგ ნაწილი. გაირკვევა უახლოეს კვირებში, აი ხო, ეგ დეტალები და თქვენ ახლა ბიზნესის კუთხით გაინტერესებს მესმის და აი მაგ კითხვებზე პასუხისთვის ცოტა უნდა მოვიცადოთ კიდე. მე ვნახე შენ ინტერვიუ, რომელიც 6 წლის წინ იყო ჩაწერილი და მაშინ ამბობდი, რომ ყოველწლიურად უფრო ნაკლები ადამიანი თამაშობდა საქართველოში ფეხბურთს. დღეს რა ვითარება? ნუ ეს მაშინ იყო 22000 თქვი მე მგონი. ბატონო? 22000 თქვი. ეს 6 წლის წინ. მაგრამ 8 წლის წინ იყო 13000. ხო, წინა წელს იყო 13000 და 13409 იყო ზუსტად თუ ვიტყვით. ნუ ეს რა თქმა უნდა ზუსტი ციფრი არის, მაინც პირობითად, იმიტომ რომ რეგისტრირება ხო თორე 10-ით მეტი თუ 20-ით მეტი და შესაბამისად ნაკლები შეიძლება რაღაც მარჟა აუცილებლად იქნება. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დიახ, აი 13000-ის ფარგლებში იყო 2016-17 წელი იყო ეს და პირველივე წელს, როდესაც და ეს დაემთხვა უშუალოდ, ანუ ეს ინფორმაცია, ამ ინფორმაციის გარკვევა, შემდეგ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, სხვადასხვა კვლევები ჩატარდა, ანალიტიკური სამუშაო ჩატარდა, მაშინ ვიძახი, ეს იყო პირველი სტრატეგიის გეგმარების პერიოდი და ნუ მაშინ ათელი იყო, რომ მასობრიობა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ განსხვავებას მოგცემდა და უკვე გვაძლევდა. ხო და რამდენიმე პროექტი შეირჩა, რასაც დღემდე რასაც მივყვებით და ნუ უკვე მე აი თუ თქვენ ამბობთ რომ 6 წლის წინ უკვე მაგ დროს იყო 22-ზე ასული, მაგრამ დღეს კიდე ეხლა დადასტურებული ინფორმაცია არ არის, მაგრამ მეტნაკლებად ასე ვთქვათ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის გაოთხმაგებული არის ის ციფრი, არა, ცაწყისი რაც იყო 13000. დიახ, და 2000 კოვიდამდე იყო, კოვიდამდე ვიყავით 30000-მდე ასული და აი მაგნიშნულს მიუახლოვდით შარშან წლის შუაში დაახლოებით. და ეხლა ნუ არ მინდა კიდევ რაღაც დავასახელო, იმიტომ რომ ჯერ ამაზე 100%-იანი ის მეგონი კიდე რაღაც ბუსტი იქნება? აუცილებლად იქნება და აი აქ უკვე აი აქ ამასთან მიმართებაში, ამ ბუსტთან მიმართებაშია ზუსტად ის თავარი სამუშაო, რაც უნდა ეხლა გზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურას და ყველაფერი ამის ზად უნდა იყოს. რაც რომ გარეთ არავინ ფეხბურთის მიღმა არავინ არ დარჩეს, ვინც მსურველი იქნება, არავინ არ უნდა დარჩეს ფეხბურთი. ეს არის ალბათ თავარი ამოცანა დღეს ქართული ფეხბურთის, რომ ყველა, ვისაც უნდა ფეხბურთის თამაში, მიუხედავად ასაკისა თუ სქესისა, თუ შესაძლებლობისა, მოხდეს და ითამაშოს ფეხბურთი, ქონდეს ამის შანსი და შემდეგ უკვე როგორი გზა მიეცემა პროფესიონალურად და პოტენციურად და პირობითად ნაკრების მომავალ წევრს, ეს უკვე არის ის სამუშაო, ის დაუშვათ საექსპერტო შრეები და საექსპერტო სამუშაო, რომელიც როგორც ფეხბურთის ფედერაციის, ასევე სხვადასხვა საფეხბურთო ერთეულების მოვალეობაა და თუ დაუშვათ თაობაზე იყო კითხვა, დღევანდელი თაობა რომ ესეთია და ამას მიაღწია, ეს ხომ გახადა შესაძლებელი რაღაცეებმა ამათის ზრდის პროცესში, დიახ, პირველ რიგში უნდა დავაფასოთ და ვახსენოთ ის ადამიანები, რომლებიც პირველი ბიძგი მიცეს ამ ბიჭებს, რომლებიც დღეს ნაკრებში არიან თუ სანაკრებო კანდიდატები არიან თუ ასაკობრივებში არიან, პირველი ბიძგი რომ მიცეს, რომ ფეხბურთში მოხდნენ ეს ბავშვები და სწორად რომ მიემართათ აი იმ მწვრთნელებს, რომლებიც დაბალ ასაკებში მუშაობენ და რომელიც უამრავია ჩვენს რეალობაში, კეთის ინდისიერი, დიახ,
შრომელი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სულ აი საძირკველში ფეხბურთის და რომლებიც სწორ მიმართულებას აძლევენ უამრავ ტალანტს, რომელიც მართლა ბევრი არის ჩვენს ქვეყანაში და შემდეგ ჭირდება ამას უკვე ისეთი მოპყრობა თავისი კარიერის განვითარების მანძილზე, ყველა ეტაპზე ფეხბურთელის განვითარების, მოგეხსენებათ რამდენიმე ეტაპი არსებობს. შესაბამისი მოპყრობა ჭირდება მოკლედ ფეხბურთელს და აი ეს არის ჩვენი ვალი ყველა საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ორგანიზაციის რომელიც ჩართულია პირდაპირ თუ უღირებად ფეხბურთის განვითარებაში რომ აი ეს გზა ფეხბურთელს პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე ნაკრების წევრად გაზრდამდე მიუცეთ საუკეთესო შესაძლებელი გზა მივცეთ. მასობრიობის ნაწილში რაღაცა შეგვიძლია პრინციპში რაღაცა მაგალითზე თუ შეგიძლია ავხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია მასობრიობა იმისთვის, რომ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას უყურებდეთ როგორც გზელვადიან პროექტს, რომელიც არ დასრულდება, სულ იქნება განვითარების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სულ, არა მარტო ფეხბურთის ფედერაციის, არამედ ყველა სპორტული ასოციაციისა და განსაკუთრებით სახელმწიფოსი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სპორტში. მაგას მე ბევრი რამეები მისახე ჯანდაცვის თემები და ძალიან ბევრი რამ, ძალიან ბევრი. ფეხბურთი არის ერთ-ერთი ფეხბურთი და სპორტი არის ერთ-ერთი კომპონენტი, რაც სპორტის მასობრიობის სიკეთეებში შეგვიძლია გადავთარგმნოთ და ნუ ხო გარდა ამისა არის უამრავი სხვა რაც უბრალოდ საზოგადოების გაუმჯობესებას იწვევს და ამის მაგალითები და მაგალითებზე ვართ ჩვენ ძირითადად ასე ვთქვათ აწყობილი იქიდან გამომდინარე რომ გვაქვს ამის მოგონილება UEFA-ს მხრიდან დიახ რომ შეგვიძლია ვიცოდეთ ინფორმაცია გქონდეს იმაზე თუ როგორ არის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში აწყობილი ეს საფეხბურთო ეკოსისტემა და ისე არის აწყობილი რომ უდიდესი ნაწილი აქ უკავია მასობრივ სპორტს და მასობრივ მაგალითად გერმანიაში ხომ ჩავდივართ ახლა გერმანიაში ხომ არის ევროპის ჩემპიონატი გერმანული ფეხბურთის 99.9% არის სამოყვარულო და მხოლოდ 0.01% არის პროფესიონალი. პროფესიონალურში იგულისხმება მესამე ბუნდესლიგა, მეორე და პირველი და ანუ მესამე და ზევით და სანაკრებო და ქვევით ლიგები არის. ქვევით ასაკობრივი სხვადასხვა სქესი, ანუ ასაკობრივში გულისხმობ როგორც პატარები, ისე დიდები, ისე დაუშვათ საპენსიო ასაკის, ანუ კომპანიები, ინდუსტრიები ცალსაკეთად დიახ, ეს ყველაფერი მოწყობილია და აწყობილია აი ამ მასობრიობაზე. ამიტომ არა თუ მოთამაშის დაოსტატების და დაუშვათ დიდ რაოდენობაში ნიჭიერის გამოხშირვის კუთხით, არამედ ფეხბურთის და სპორტის როგორც ინდუსტრიის, როგორც ეკოსისტემის შენარჩუნების მხრივ არის საკვანძო მნიშვნელობა აქვს მასობრიობას. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ესე ცალკეულად არ ვითარდება, ბევრი ფაქტორის ჩართვა სჭირდება იმას, რომ ეს სისტემა შეიქმნას, რაღაც ინდუსტრიული გახდეს, მასობრიობაც გაიზარდოს, მაგრამ პირველი რიგის ამოცანები, ასე ვთქვათ, ინვესტიციისთვის რა არის დღეს? ინფრასტრუქტურა მაინც მთავარი, რომელიც უნდა კონდეს ქვეყანას, ანუ პირველ რიგში ეს არის მთავარი გამოწვევა. დიახ, დაგეთანხმებით, ეგრეა, იმიტომ რომ თუ არ გაქვს ინფრასტრუქტურა, მაშინ ვერაფერს ვერ განავითარებ, იმიტომ რომ არ გექნება საშუალება, რომ სადმე ფიზიკურად რამე და ვინმე განავითარო, ხომ ასეა? ზუსტად ამიტომ ეს წლები, რაც ახლა სტრატეგიულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, მიმდინარეობს აქტიურად აშკარად გამოხატული ინფრასტრუქტურული პროექტით და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის გაჩენის ფონზე. იქნება ეს ფედერაცია თუ იქნება ეს სახელმწიფო, ესე იგი თუ გადავხედავთ ძველ სტატისტიკას სადღაც აი დაახლოებით დამოუკიდებლობიდან 2015-16 წლამდე ნახავთ რომ ძალიან ბევრი სრული ზომის თუ არასრული ზომის მოედანი გაქრა ქვეყნის შიგნით. და შემდეგ უკვე მოდის ეს ტენდენცია იცვლება და დაახლოებით 70-მდე სხვადასხვა ზომის სტადიონია გაჩენილი, ეს მარტო ჯერ ბოლო წლებში, იმას არ ვიძახი კიდე, რაც დაუშვათ პირველ პროექტს 70 საქართველოს მასშტაბით. დიახ და ხო და ეს ხა რამდენ მოთამაშეს უდრის, ეს უკვე ამაზე აღარ შევჩერდები რა, ნათელია. შესაბამისად, არა მარტო სამოყვარულო, აქ საუბარია კიდე პროფესიული სახის და დაუშვათ UEFA-ს რამდენიმე კატეგორიის მქონე სტადიონებზე, რომლებიც არის იმ დიდი ღონისძიებების დანატოვარი, რაც აქამდე ჩავატარეთ დაუშვათ ევროპის ჩემპიონატები, ხო, სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა ასაკში. ასევე ელიტ რაუნდები.
და ასე შემდეგ უამრავი შესაძლებლობა ჩდება ინფრასტრუქტურის განვითარებით და სწორედ ხო აი განმეორდები, ამიტომაც არის რომ ეს პერიოდი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით, ეს ორი სტრატეგიული განვითარების ფაზა მიმდინარეობს დიდი ინფრასტრუქტურული, ასე ვთქვათ, ამშენებლობის ფონზე. ხო, როგორც იდეაში, როგორც ფეხბურთი და სისტემა უნდა ვითარდებოდეს, ისე უნდა მიყვებოდეს ალბათ ინფრასტრუქტურა, ანუ ესეც რაღაცა შეიძლება სადაც დასრულდეს, მაგრამ უფრო დაუსრულებელი პროცესი. თავის ზომაზე დასრულდება, სადაც მასობრიობად სადაც დასრულდება და შეწყდება, იქ დასრულდება ეგ ინფრასტრუქტურის ესეც რა ქვია, განვითარებას. ჯერ ბოლოში არ ვართ. არა, ჯერ ნამდვილად არა, უამრავი რამ არის კიდევ გასაკეთებელი და მათ შორის ადამიანური რესურსის კუთხითაც რა. იმიტომ რომ მარტო ინფრასტრუქტურა არა, იქ არის მე ინფრასტრუქტურა სადაც ჩდება, იქ უნდა გაშნეს შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანები, რომლებიც ამ ცოდნას გადასცემენ სპორტული მენეჯმენტის კურსებზე. ისე ინტერესი დიახ, იქ ლიცენზირებაზე ვიცი რომ ყველა მხრივ სამსაჯო ისიც რა ქვია კურსებიც, აი ხა ბოლო დავუშვათ ისე ჩვენი საგანმანათლებლო კურსებიდან ბოლო ახალი მიღება სამსაჯოში დავიწყეთ და ძალიან ესეთი კარგი შედეგებია, წინასწარი გოგონები, ბიჭები, ახალგაზრდები მიდიან, აქვთ სურვილი იმაზე ბევრად მეც, ვიდრე ეს შეიძლება რაღაც რამდენიმე წლის წინ იყო. UEFA მაგ ნაწილში გვეხმარება, ანუ შეიძლება რომ აქედან UEFA-ში იყოს სტაჟირების. ყველა ნაწილში გვაქვს კოორდინირება UEFA-სთან, რაღაცაში პირდაპირ გვეხმარებიან, რაღაცაში თანხობრივად გვეხმარებიან, სადაც აი პროექტების მოპოვებაზეა საუბარი, რაღაცაში ექსპერტების კუთხით გვეხმარებიან, რაღაცაში უკვე ჩვენით ვაკეთებთ ყველაფერს, არის ეგეთი მიმართულებებიც კი. მოკეთ ნიკა მოდიში რაღაცაში უკვე სხვა ფედერაციებსაც ვეხმარებით სხვა ფეხბურთის ფედერაციას დიახ ქვეყნებს დიახ აი მაგალითად გუშინ გამომიგზავნა ირლანდიელმა მეგობარმა რომელიც იქ ფედერაციაში მუშაობს ერთ-ერთი პოდკასტის ნაწყვეტი სადაც ერთ-ერთი პიროვნება ფეხბურთის გარჩევა იძახის რომ ირლანდის ფედერაციამ ფეხბურთისამ უნდა ისწავლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან რაღაცეები იმიტომ რომ უკეთესად განვითარდნენ და ხო ანუ სასაცილო აქ ის იყო ჩვენ ორში, ანუ ვინც გამომიგზავნა იმაზე საუბრობ, რომ ისინი გვეხმარებოდნენ პირველ ეტაპზე ჩვენ. ანუ პირველი სტრატეგიის წერაში დიდწილად ირლანდის ფეხბურთის ფედერაცია იქიდან გამომდინარე რომ თემატურად, ანუ ზომით, ასე ვთქვათ, ხო, მსგავსი ზომის ის ვართ, თორე საფეხბურთო ეკოსისტემა მსგავსი ზომის არის, ისევე როგორც მოსახლეობა და ტერიტორიაც. გეოგრაფია აქვს, სხვა მდებარეობა აქვს. დიახ, და ეხლა აი 8 წლის თავზე ისე შეიცვალა სიტუაციაა, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმადგან ისწავლეთ. ირლანდია არ არის, ხო, ევროპის ჩემპიონატს ვერ მოხდა. ვერ მოხდა. მაგიტომ იყო. დიახ, მაგიტომ იყო. აქედან მოკითხვა, არ გვახსოვს ბევრი კასიკეთი ირლანდიის ნაკრების განაცვლელი საქართველოს ნაკრებს. ნიკა, მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე ველოდებით ინფორმაციის გაახლებასაც, ცხადია ბიზნესთან დაკავშირებით. სხვა თემებზე BMG ცდილობს, რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიპოვოს, თუ რა გზებით შეიძლება მოხდეს, რა ფასად და ასე შემდეგ. გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ წარმატებები და მადლობა შენ დროისთვის და სტუმრობისთვის. რედაქტორი დღეს ამით დასრულებულია. ახონთის.